როდესაც შენ გეუბნებიან, შენ ჭკვიანად მოიქეცი და კიდევ უწმინდეს გილანძღავენ, საპატრიარქოს ლანძღავენ და 1000 უბედურებები გამოდის კიდევ ტელევიზიით, რა ქვია, პირველივე შემთხვევაზე ქარბუქივით უნდა გადაუარო, როგორ შეიძლება? ამას მე მასწავლის მე იოანე ოქროპირის მასწავლის გრიგორი ღვთისმეტყველიც. იგივე ნიკოლოზ სასწაულმოქმედი. სასწაულმოქმედი, ერთხი დაარტყა თავში, შოლტით გამოასხა ეს ცოდვილი ხალხი. სოლომონის ტაძრიდან უფალმა თვითონ ზოგიერთი მოძღვარი სხვათა შორის არის ბრჭყალებში მოძღვარი, სასულიერო პირი არის მღვდელი, მაგრამ მოძღვარი როგორც მოძღვარი. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ხალხს ასწავლის, რომ არ შეიძლება ჯოხის აღება, შოლტის აღება, არცი არ ყოფილა ესე ნაზად გამორეკაო. მაცხოვარმო ნაზად ამოაყირავა ტაბლები ასე მივიდა და ნაზად ამოაყირავა თურმე რა და აი ეს თერათ აზუმბირებენ და ინერტულებს ხდიან ესე იგი და რაღაც როგორებს ხდიან ესე არ ვიცი როგორ თქვა ესე იგი ხალხს რა და გეტყვით აი აზრს და როდესაც საკპატრიარქოდან და ჩვენი ეკლესიიდან აქედან ცოტა მკაცრი პოზიციები იქნება კომპეტენტური და პროფესიონალური პოზიციები რო იქნება ეკონომიკურ საკითხებში, ჯანდაცვის საკითხებში, ნებისმიერ საკითხებში, პოლიტიკაში, ნებისმიერში რა, ჩემზე, საპატრიარქოზე, უწმინდესზე, სასულიერო პირებზე მეტად ესმით ახლა ვინმეს ქართული რესურსების დაცვის საკითხი, დაუშვათ ქართული ეკონომიკური რესურსების დაცვის საკითხი, რა მეტად ესმის თუნდაც დაუშვათ ჯანდაცვის სისტემაში რაღაც გარკვეული ჩვენი არსებული გამოცდილება და არსებული სიახლეები მსოფლიოში რაც არის რა ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს თუ ინტერნეტი არ ვიცით თუ ენები არ ვიცით თუ რაშია საქმე ან და რა მაგაზე ნაკლები გვაქვს წაკითხული წიგნები თუ რაშია საქმე მაგრამ საქმე იმაში არის რომ ამის უფლებას ვაძლევთ ჩვენ